გამარჯობათ, მე რამოდენიმეჯერ შევეხე სამეგრელოს 90-იან წლებთან დაკავშირებით და ევროპის სრულებთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ არ შეიძლება რომ სამეგრელო ცალკე არ განვიხილო. უპირველესად გეტყვით რომ სამეგრელო არის საქართველოს მშობელი. რატომ? ზოგადად სიტყვა საქართველო მეგრული წარმოშობისაა, ქორთვებს არა მეგრელებს, მხოლოდ მეგრელები ეძახიან, ანუ დანარჩენ საქართველოს და ზოგადად მეგრულ ენაში ოქართე ნიშნავს რაღაც შემოღობილ ტერიტორიას, რაღაც ესე ვთქვათ, აი ალაგს, რაც ძალიან გავს კავკასიის მთებით და სამხრეთ კავკასიის მთებით შემოღობილ ქვეყანას. ჯერ კიდევ ქუჯიერისთავიდან, როდესაც მან ფარნავას განუცხადა, რომ შენ იყავ პატრონი ჩემი და მე მონაი შენიო, რომელმაც დაეხმარა დაქირავებული ჯარის ესე იგი მოძებნაში, ასევე თანხების მოზიდვაში, რაც შეეხება იმ ლეგენდისა, როდესაც ფარნავაზმა დიდი აუარება სიმდიდრე იპოვა სადღაც, ეს მე არ მიმაჩია მართებულად, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ბიზანტია დაეხმარა ფარნავას, ბიზანტია და ერისთავი ქუჯი, რასაკვირველია. და მათ ფარნავაზმა შეძლო აი ამ თანხებით და აი ამ დახმარებით ეწარმოებია განმათავისუფლებელი ომები და მოიპოვა დამოუკიდებლობა, რამაც ესე იგი საძირკველი ჩაუყარა საქართველოს ჩამოყალიბებას. ეს იყო პირველი შემთხვევა, თუ არ ვცდები, მანამდე ეს გაყოფილი იყო, მოგეხსენებათ, ეს იბერია, კოლხა, იქ ეგრისი იყო მერე, ხო, ანუ ერთიანი საქართველოს კონტურები წარმოიშვა მეფე ფარნავაზის დროს და ამაში დიდი როლი შეასრულა ქუჯი ერისთავმა. საქართველოს მტრებმა იციან, რომ თუ ისინი დაამარცხებენ სამეგრელოს ან გათიშავენ სამეგრელოს საქართველოდან, მაშინ ისინი გაანადგურებენ მთლიანად საქართველოსაც. და მე მინდა გაგახსენოთ შეხვედრა სამეგრელოში, როდესაც ზვიადგამსახურდია და მერაბ კოსტავა ჩავიდნენ. იქ მერაბ კოსტავა საუბრობს ზუსტად ამ თემაზე, რომ სამეგრელო უნდა იყოს სტარტი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლაში. და ისაუბრები, რომ ვითომ სამეგრელო მერე რა მოხდა, რომ სამეგრელო იყოს რაღაც დამოუკიდებელი ქვეყანა, ავსტრია და გერმანიაც ხომ ერთი ქვეყანა, მაგრამ ერთი ხალხია, მაგრამ ორი სხვადასხვა ქვეყანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ესეთი რამე თუ მოხდა, ის სამეგრელოც დაღუპულია და ამასაც გეტყვით რატომ. და ეს საუბრები იყო ალბათ მაშინაც და ამიტომ ზვიადგამსახურდია და მერაბ კოსტავა ჩავიდნენ სპეციალურად სამეგრელოში და ეს განაცხადეს, რომ ამის გაკეთება არაფერ შეიძლება. და მე მგონი 2 თუ 3 კვირაში მოკლეს მერაბ კოსტავა ამის მერე. თვითონ ზვიადგამსახურდიაც ამბობს, რომ ჩვენ აქედან უნდა ავიღოთ სტარტი, მაშინ თუ არ ვცდები, მაშინ საუბარი იყო აფხაზეთის თემაზე, იმიტომ რომ იქაც თითქოს რაღაც არეულობები იწყებოდა და ამ ორი ჩვენი, რა ვიცი, უსაყვარლესი ლიდერის განცხადება იყო და ანუ მესიჯი ქართველების მიმართ, რომ სამეგრელო უნდა იყოს საქართველოს განმათავისუფლებელი ადგილი და სტარტი აი ამ გზაზე. და მოგეხსენებათ, ესე იგი დაგეგმილი იყო სამეგრელოს გათიშვა საქართველოდან, ამისათვის საჭირო იყო ომი, რომელიც დაიგეგმა, ამიტომ ჩამოაგდეს ზვიადგამსახურდია და გააძევეს. ამაზე უკვე მე თქვენ გესაუბრეთ, მე ზვიადგამსახურდია უნდა ჩამოსულიყო ესე იგი სამეგრელოში და იქ მოეკრიბა ხალხი,
რატომღაც ზვიადგამსახურდი არავინ დაიცვა მთავრობის სასახლეში და ორ კვირაში იძულებული იყო წასულიყო და შემდეგ როდესაც ზვიადგამსახურდია ჩამოვიდა საქართველოში რამოდენიმე ათასი შეიარაღებული ადამიანი აღმოაჩნდა გვერდით. და ამიტომ შევარდნაძემ დაიწყო აფხაზეთის ომი, რომ მოუშალა ზურგი სამეგრელოს და ეს ასე ვთქვათ სიმძიმე გადაიტანა უკვე აფხაზეთის მიმართულებით. ანუ სამეგრელოსთან დაკავშირებით რა უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ. ბოლო დასკვნას გეტყვით ახლა. დაგეგმილი იყო გზა შავი ზღვა, სამეგრელო, ჯავახეთი, სომხეთი, ირანი, ინდოეთი. ანუ ინდოეთი უნდა ყოფილიყო ევროპისთვის მუშახელი სამეწარმეო ძალა. ეს გეგმა საბოლოოდ ჩავარდა მაშინ, როდესაც ისრაელმა დაუწყო დაბომბვა ირანს. სადაც აქვს საფრანგეთს თავისი კოლონიები, დაიწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლები და საფრანგეთს ძალიან ბევრგან შეეზღუდება თავისი უფლებები. რასაკვირველია, ეს არ იქნება ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა როგორც ასეთი, როგორც იმ ხალხის მოფიქრებული იქ ვინც არიან. ეს იქნება იმპერიების შორის ბრძოლა და საფრანგეთს გამოაგდებენ და მათ ადგილს ალბათ ამერიკელები დაიკავებენ დიდი ალბათობით. შეიძლება ინგლისმაც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო ამერიკელები. როდესაც ვამბობ ამერიკელებს, მე ვგულისხმობ ებრაელებს, იმიტომ რომ ამერიკაში მოგეხსენებათ, მე ბევრჯერ გითხარით უკვე, რომ ამერიკაც კოლონია ისევე როგორც რუსეთი და იქაც არის საფრანგეთის ინტერესების დამცველი ხალხი, ინგლისის ინტერესების დამცველი ხალხი, ძირითადად ეს სამი ძალა ებრძვის ერთმანეთს, ინგლისი, საფრანგეთი და ებრაელები. ესპანელები ნაკლებად არიან, მაგრამ მაინც აქვთ გავლენები ამერიკის რაღაც შტატებზე ესპანელებს, კი ბატონო. ამასაც არ გამოურიცხავ, მაგრამ ძირითადად ეს სამი არიან, ესე იგი ინგლისი, საფრანგეთი და ებრაელები. შეიძლება ვინმე იფიქროს, რომ რა მოხდა თუ გზა გაივლის სამეგრელოდან ჯავახეთში, სომხეთში, ირანში და შემდეგ ჩავა ინდოეთში. და საერთოდ არ ადარდებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არ არის წინააღმდეგი თუ საქართველო დაიშლება, ხო? მაგალითად, მსგავსი რაღაც ძალები არსებობენ სამეგრელოში და რომლებიც ამას მოითხოვენ, ხო, დაუშვათ. რომ საქართველო არის ოკუპანტი მეგრელებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საფრანგეთში მეგრელების გულისთვის თავს არ გაიგიჟებენ, დარწმუნებული ვარ. სამეგრელოს წალეკავს აღმოსავლეთიდან წამოსული ტალღა. მე ზუსტად გეტყვით რა მოხდება. სამეგრელოში დაახლოებით 250,000 მაცხოვრებელია, დაახლოებით შეიძლება უფრო ნაკლებიც. ეს არის დაახლოებით 50,000 ოჯახი, 50-60,000 ოჯახი. აქედან დაახლოებით მესამედი იქნება ოჯახები, რომლებმაც დაამთავრეს ბავშვების კეთება, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ. დაახლოებით 20,000, ასევე ხანდაზმულებიც მოუმატეთ. არაუმეტეს 20-25,000 იქნება ისეთი ოჯახი, რომელსაც შეუძლია ბავშვი გააჩინოს. საფრანგეთი არის 80 მილიონიანი ქვეყანა. საფრანგეთმა რომ დაუწესოს უვიზო რეჟიმი სამეგრელოს და ეს ასეც იქნება და მისცეს რაღაც გარკვეული სამსახურები საფრანგეთში მიმოფანტოს და გაიყვანოს დაუშვათ სამეგრელოდან ერთი 20,000 ოჯახი. 20,000 ოჯახი საფრანგეთის არის არაფერი. 20,000 ოჯახი ეს არის დაახლოებით 80-100,000 კაცი, ხო? 100,000 კაცი ისე ჩაიკარგება 80 მილიონში, როგორც არაფერი. და სამეგრელოში რაც დარჩება, მაგას ადგილობრივი, ანუ სამხრეთიდან მოსული ხალხი მოულის, მთელი ინდოეთი, ირანი, სომხეთი დაიძრება სამეგრელოსკენ. გარწმუნებთ.
და სამეგრელოში 20-30 წლის მერე მეგრული გვარით არავინ არ იქნება. ვინც დარჩება ახალგაზრდობა სამეგრელოში, მას უცხო ლეგიონში წაიყვანებენ, ჯარში წაიყვანებენ და აფრიკაში გაუშვებენ. მოკლედ არაფერი კარგი აქედან. თუ იმეს ასე გონია, ძალიან ცდება. არაფერი კარგი აქედან არ გამოვა. ამიტომ მოდით ვიაზრონოთ, ვიფიქროთ, გამოვყევით, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ხალხმა ნახოს, ბევრმა ადამიანმა მოусმინოს, დააფინანსეთ აუცილებლად, ეს აუცილებელია განვითარებისთვის და მე თქვენ გარწმუნებთ, კპირდებით, რომ თქვენი ეს ფიქრები იქნება უფრო საინტერესო და უფრო ჭკვიანური. მადლობა თქვენ.